თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ტონის ეცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი იმართება. მანამდე გაიმართა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის დასკვნითი სასამართლო პროცესი. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით ანატოლი გიგაური, როცა მან პოლიციელს ხელი მოუქნია თვითდაცვის მოქმედებას ახორციელებდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა. გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეუთოუდირის სადამკვირვებლო მისია და მათი დასკვნა არის ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი. ჩვენ მათ მიმართ გვაქვს ნდობა და მათი სურვილი რომ დაესწრონ სხდომას და აუცილებლობაც და ამის გაუთვალისწინებლობა პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სურს დამალოს რეალობა რა ხდება კონკრეტულ სასამართლო დარბაზში. სწორედ ეს იყო მიზანი მათ შორის მედიის აკრძალვის შენობაში და ჩვენ ვამბობთ ცალსახად, რომ ორ შემთხვევაში გინდა დამალო პროცესი. პირველი როცა რაღაცას აფუჭებ და მეორე როცა რაღაცას აგებ. თუ საერთაშორისო დამკვირვებლები მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, ნათლად ნახავენ, რატომ არიან სინდისის პატიმრები დღეს კიდევ საბრალდებო სკამზე, რატომ არიან ისინი კიდევ უკანონო პატიმრობაში მე-7 თვეა. ისინი დაინახავდნენ, რომ ამ საქმეს აქვს მხოლოდ საფუძველი პოლიტიკური мотиваცია. არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, არანაირი ფაქტობრივი მოცემულობა იმისა, რომ ბიჭები იყვნენ პატიმრობაში. დამკვირვებლების არ შემოშვა კავშირში იყოს იმასთან, რომ საქმის მთავარ გამომძიებელს ველოდებით შემდეგ პროცესებზე, რომელსაც რეალურად საკმაოდ კრიტიკული კითხვები დაისმევა, თუ რა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ბრალდებულების სკამზე შეხედან, ასევე მედია საშუალებების სასამართლო დარბაზიდან გაყვანაც ამ ყველაფრის დასაწყისი იყო, რაც მიუთითებს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებას ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს, იმიტომ რომ ისეთი განაჩენები აქვს დასაწერი, რომლის დასაბუთებაც ძალიან ძნელი იქნება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სააკაშვილმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. სახელმწიფო ბრალდება მას 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულთან ერთად ბრალდებულები ვანო მერაბიშვილი, ზურა ბადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მას კიდევ ერთხელ შეეზღუდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. სოფო ჯაფარიძის განცხადებით ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა. მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და მას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბიძინა ივანიშვილი მას ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ჩვენ ქვეყანაში, დროშა, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი მის გუნდთან ერთად ფეხქვეშ თელავს და ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბერთან დაკავშირებით, სადაც მორიგჯერზე არ მოხდა მისი ჩართვა და არ მიეცა საშუალება, რომ ეთქვა ის სათქმელი, რომელიც ქართულ ხალხთან აქვს. დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ განხეთქილება. ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ძალებით გეგმავს პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. პარტიები აღნიშნულ ნაბიჯს ქართული ოცნებისთვის ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების ნაწილობრივი ჩამორთმევის საშუალებად განიხილავენ. ოპოზიციონერების ნაწილი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე აღნიშნული პარტიების გაერთიანებას უარყოფითად აფასებს და არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ჩართვას გამორიცხავს. არავითარი აზრი არ აქვს მათ მოწოდებას. ჩვენი მხრიდანაც მე მგონია, რომ აზრდაკარგულია, რომ ჩვენ შემოგვიერთდნენ და ბიძინა ივანიშვილის თამაში არ ითამაშონ, მაგრამ მკაფიოდ აქვს სამწუხაროდ გადაწყვეტილი მეორე ადგილის დაკავების მიზნიდან გამომდინარე და აი ეს ვიწრო პარტიული ინტერესი სამწუხაროდ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ქართული ხალხის ინტერესი.
საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკას არცვლის და შესაბამისად აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებასაც არ აპირებს. ოპოზიციურ სპექტრში ოცნების ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პროცესის გამომწვევი ქართული ოცნების მიმდინარე პოლიტიკაა. ფაქტია, რომ ქვეყანა სადაც პოლიტპატიმრებია, სადაც არჩევნებს აყალბებენ, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, სადაც მედია იდევნება და სადაც სახელმწიფოს მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც 26 ოქტომბერს კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად დარჩა ხელისუფლებაში, აქედან გამომდინარე სავსებით რეალურია მით უმეტეს ევროპელი მაღალჩინოსნების და ევროპარლამენტის განცხადების შემდეგ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ექნება მათი მხრიდან აღიარება. სამწუხაროდ ძალიან რეალურია, რომ მათ შორის ვიქტორ ორბანის და ბიძინა ივანიშვილის გამოისობით, იმიტომ რომ არ ხდება იმ 15 ადამიანის სანქცირება, დასანქცირდეს 4 მილიონი ქართველი, რომლის მთავარი შემოქმედიც იქნება ბიძინა ივანიშვილი. არ ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ევროპარლამენტს ბევრჯერ გაუკეთებია, უკვე არც თვლაში ამერია 9 თუ 10 რეზოლუცია, რომელიც არაფერს სამართლებრივს და პოლიტიკურს, რომელიც რეალობიდან გამომდინარეობს, არ ეხმება. ამიტომ გააკეთოს მე-11, მე-12, მე-13, ჩვენ ვართ მართლები და გავაგზავნებთ ჩვენს. ირაკლი კობახიძე Deep State-ის გავლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, პარალელურად ოპოზიციის კრიტიკასაც ეხმაურება. კობახიძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისივე თქმით, საქართველოში არსებულ კამპანიაში Deep State-ს ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ასევე მათი გარე პარტნიორები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. როგორც კობახიძე აცხადებს, ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობისა და რუსული კავშირების შესახებაც დამადასტურებელი ფაქტები კი ჯერ კიდევ არავის წარუდგენია. რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებს 450 დრონითა და რაკეტით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 1 ადამიანი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რუსებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს ივანო-ფრანკოვსკისეც. ქალაქის მერის განცხადებით რუსებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტები, ასევე შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. ღაზა სექტორის ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაეროს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 67 მოქალაქე დაიღუპა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ ისრაელიდან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას მშვიდობიანი მოსახლეობა დახვდა, რომლებიც სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფრთხვლად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.